ვიცინოდით, ხარხარებდით, ბედნიერები ვიყავით, ვიღაც ბიჭი მოდის და ინგლისურად მეკითხება. რომ აქო მაღაზიაო დაკეტილიაო ღია სად არისო ვუყურებ და ინგლისურად რატო გვეკითხები მეც ქართველი ვარ ეს ქართველია რა ხდება თქო ვაიმე რაღაც ქართველებს არ გავხართ ისეთ ბედნიერები ხართ და მეთქი რას ბოდიში იმდენად დამაბნია ახლა მე ამ ბიჭის ფრაზის მე დავიწყე დაკვირვება და სადაც არ უნდა წავიდე ხშირად მაქვს ეს გამოცდილება მეუბნებიან რომ ქართველს არ გავხართ ვეუბნები რას ნიშნავს იმიტომ რომ შენიშვნად იღებ მაგას არ ვიღებ რომ უკვირთ რომ განსხვავებული ხარ ხო მე ეს მიკვირს და გეტყვი რატომ მიკვირს ჩემთვის ქართველებს არ გვაქვს ერთი ესეთი არქეტიპი პროტოტიპი ანუ ძალიან განსხვავებულად გამოიყურება ყველა ძალიან რას ნიშნავს ქართველს არ გავხარ ვერ ვიგებდი და ეხა როგორ ახსნი და საბოლოო ჯამში ვეკითხები ყველას ახლა უკვე რომ მეუბნებიან ქართველს არ რას გულისხმობ ყველას ვეკითხები იმიტომ რომ მაინტერესებს და ყველასგან ერთი და იგივე პასუხს ვიღებ რომ ძალიან უშუალო ხარ ძალიან გახსნილი ხარ ძალიან განსხვავებულად ლაღი ხარ აი ამ პასუხს ვიღებ და ეს მწყინს იმიტომ რომ ეს როგორც ქართველს მწყინს რომ რას ნიშნავს რომ შენ გგონია რომ მე არ ვარ ქართველი იმიტომ რომ გიღიმი იმიტომ რომ ლაღად გელოპარაკები და თავისუფლად და ეგეთი ლაღი იქნებოდი საქართველოში რომ ბოლომდე დარჩენილიყავი თუ ანუ ეს ილაღი მოგცა იმ საფრანგეთმა ანუ იმ წლებმა იმან რომ თვალს არ გაყოლებდა არავინ და ასე შემდეგ ძალიან ძიმე კითხვა იმიტომ რომ კი მგონია რომ არ ვიქნებოდი ესეთი ლაღი რო არ წავსულიყავი